აჭარის უმაღლეს საბჭოში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობდნენ დღეს კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე. შეხვედრა გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯემალ ფუტკარაძეს შორის. რა განცხადებები გაკეთა სხდომის შემდეგ და რაზე ისაუბრა ფუტკარაძემ ღარიბაშვილთან. გიორგი წეროძემ გაარკვია, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. გიორგი, იქნა თუ არა მიღებული რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება დღეს? გიორგი, როგორც უკვე შენ აღნიშნე, კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ირაკლი ღარიბაშვილსა და პოლიტსაბჭოს წევრებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების შესახებ, როგორც ხდომაზე აღინიშნა, რეგიონში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება მთავრობის მეთაურმა აჭარის წარმომადგენლებს კოალიციის სამოქმედო გეგმა და უახლოეს მომავალში გასატარებელი ღონისძიებები გააცნო. პოლიტსაბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციურ ჩარჩოებში გააგრძელებს საქმიანობას, რაც შეეხება თავად ჯემალ ფუტკარაძეს. მან ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ის პრემიერთან შეხვედრას აპირებდა, თუმცა მოგვიანებით მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ჩვენ მოვახსენეთ არსებული მდგომარეობა და მოვახსენეთ აგრეთვე ჩვენი ხედვები, მათ გაგვიზიარეს თავისი აზრები და მოვილაპარაკეთ, რომ გავაგრძელებთ პოლიტსაბჭოსთან თანამშრომლობას, პოლიტსაბჭო თავის გადაწყვეტილებას მიიღებს, რაღაც გეგმა დავსახეთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ხვალ ზეკ მაზეკ. ჯერჯერობით იყო მხოლოდ 100 და გასვლა გამოსვლა. უთხარით რა ხდებოდა და დანარჩენი რა, როგორ მოიქცევით კონსტიტუციით რა მოქმედებებია ჩასატარებელი, კანონები რა ჩასატარებელი, ამას განვიხილავ და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილებას. ყველაფერი არის გაწერილი კანონში, ჩვენს რეგლამენტში, კონსტიტუციაში, ვიმოქმედეთ ამ გეგმებით. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის დემოკრატიის ნიშნება ხდება დღეს უმაღლეს საბჭოში. უმრავლესობის ლიდერები აჭარის უმაღლეს საბჭოში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ვადამდელ არჩევნებში არ ხედავენ, როგორც პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არანაირ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ არის. მალალა კობახიძის განცხადებით კი აჭარაში პრობლემა მოკლე დროში აღმოიფხვრება. დეტალურად შევეცადეთ გარკვეულიყავით იმ პრობლემებში, რაც აჭარაში არსებობს, რა პრობლემებია უზენაეს საბჭოში, ურთიერთობები სად არის დაძაბული მთავრობასა და თქვათ საკანონმდებლო სტრუქტურას შორის და შესაბამისად იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ეს პრობლემები იქნება აღმოფხვრილი. ესეთვისაც ყველაფერი ამისკენ მიდის. იქნება მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ დესტაბილიზაციას, ყოველგვარ პრობლემებს, იმისთვის, რომ იქ ხალხის პრობლემები იყოს გადაჭრილი და რაღაც პიროვნულ, პირად, პარტიულ ამბიციებს არ გადაყვეს არსებული ვითარება. როგორც უკვე მოისმინეთ, ჯემალ ფუტკარაძისა და სვეტლანა კუდბას პარტიიდან გარიცხვის საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არც დღევანდელ შეხვედრაზე იქნა გამოტანილი. შეგახსენებთ, რომ ამ ორმა დეპუტატმა უმაღლესი საბჭოს ხდომაზე ხმა დავით ბაციკაძის და ალექსანდრე ჩიტიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მისცეს.